მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. უკაცრავად რომ ამდენი დღე არ გამოუჩნდი, ბორჯომში ვარ წასული დასასვენებლად. და ახლა რაღაცა გამომიჩნდა დრო რომ ჩაგიწეროს თქვენს ვიდეო. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ერთი თვის განმავლობაში ვნახოთ. ვნახოთ აბა რა მოიჩქარის სასიამოვნო თქვენს ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში. აი უმაგრესი ამბავი მაქვს მეგობრებო, თქვენს ცხოვრებაში არ ვიცი, შეიძლება დიდი ხანი ებრძოდით ამ თქვენს მიჯაჭვულობებს, ვიღაცაზე, რაღაცაზე, ემოციურ, ფინანსურ ან ნებისმიერ მიჯაჭვულობას, რის გამოც იყავით ძალიან დიდ დეპრესიაში, ემოციურად არასტაბილური, უხალისოდ, არაფერი აღარ გინდოდათ. აი ეს ყველაფერი სრულდება თქვენს ცხოვრებაში და შემოდის მზე, სინათლე, სილაღე, კრეატიულობა, ახალი იდეები, ცხოვრების ხალისის დაბრუნება და ყველაფერი ის, რაცაც აქამდე ფიქრობდით, რომ აღარ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში. კიდევ დავაზუსტოთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში. ახალი საწყისები ვიღაცასთან პირად ცხოვრებაში, ვიღაცასთან კარიერაში არ აქვს მნიშვნელობა. ემოციური ფონი, რომელიც დადებით განწყობას მოგიტანთ, ანუ ცუდი ემოციები, დადებითი ემოციები და სადაც იგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება სამყარო როგორ არის იცით, აი სამყარო სამართლიანად იქცევა უკვე თქვენთან, ანუ ის გიბრუნდებათ, რაც დაიმსახურეთ. იმას იღებთ, რაც დაიმსახურეთ სამართლიანობიდან გამომდინარე. გამოდიხართ აი ესეთი გაურკვეველი მდგომარეობებიდან და თქვენს ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი საწყისები, ახალი ემოციები, ახალი შეგრძნებები. ვიღაცასთან შეიძლება იყოს ისიც, რომ ძალიან დიდხანს ოცნებობდით შვილზე და ორსულად დარჩეთ. ვიღაცასთან ახალი ურთიერთობა, რომელიც უდიდეს დადებით ემოციებს, ჩანსაღ ურთიერთობას გვერდებათ. ვიღაცასთან კარიერა და ფინანსები, აი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს აი ამ ახალ საწყისში. და ეს ვისთან როგორ რეზონირდება თქვენ თვითონ მიხვდებით. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შეიძლება შემოვიდეს ამ ერთი თვის განმავლობაში თქვენთან, ვნახოთ აბა. აი არაჩვეულებრივია, აი აქ პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს უკვე პირად ურთიერთობებზე შეიძლება შემოვიდეს ადამიანი, რომელიც სტაბილურობას, ოჯახს, სიმშვიდეს, ჯანსაღ ურთიერთობას შემოგთავაზებთ, სადაც თავს იგრძნობთ სამყაროს ცენტრად, ასე ვთქვათ, სადაც ანუ თქვენს ხელში იქნება ეს ურთიერთობა უმეტესად, ანუ თქვენი გადაწყვეტილებების თქვენ როგორც გადაწყვეტავთ, ისე იქნება, თქვენ როგორც წაიყვანთ ამ ურთიერთობას, ისე იქნება ეს ურთიერთობა, რის შანსსაც მოგცემთ ეს ადამიანი, ახალი შანსი ანუ ეს თქვენს ცხოვრებაში და თან ძალიან მსუყა და ძალიან კარგი შანსი, სადაც თავს იგრძნობთ საყვარელ ქალად, საყვარელ ადამიანად. კი ბატონო, კიდევ ერთს ვიკითხავ, რა სასიამოვნო სიახლე შეიძლება შემოვიდეს კიდევ თქვენს ცხოვრებაში, აი ამ ერთი თვის განმავლობაში.
რა სიახლე შეიძლება შემოვიდეს ვიღაცისთვის კიდევ აი ამ ერთი თვის განმავლობაში, რა სასიამოვნო სიახლე. ეს ეხება ისეთ სიტუაციას, სადაც იყო ძალიან ბევრი საჩოთირო სიტუაცია, ძალიან ბევრი ტყუილი, არასტაბილურობა, არაჰარმონიულობა, ხო? დისჰარმონია, ესე ვიტყოდი, მოწყენილობა, სტრესი. აი ამ ყველაფრის დასრულება და თქვენ იმ დონეზე ძლიერად იგრძნობთ თავს და შინაგან სიძლიერეს იმ დონეზე იგრძნობთ, რომ ნაბიჯებს გადადგავთ იმისკენ, რომ ეს სიტუაციები გაქრეს თქვენგან და გაქრება კიდეც იმ დონეზე აი დაცულად შინაგან სიძლიერეს იგრძნობთ და სტაბილურობას შინაგანად, რომ ახლოს აღარ მოუშვით, თითქოს აი გამოიცნობთ, რომ ეს არის მატყუარა, თქვენ გატყუებთ, ახლოს აღარ მოუშვით ასეთ ადამიანს, რომელიც მერე რის შედეგადაც თქვენ ძალიან ცუდად ხდებოდით, ძალიან მოწყენილი, ვიღაცა მოლოდინის რეჟიმში ყავით მუდმივად, ხო? ვიღაცისთვის პიროვნება ან სიტუაცია იყო რაღაცა ენერგოვამპირებით, ენერგიას გაცლიდეთ და მერე აღარაფრის თავი აღარ გქონდეთ, აი ესეთ სიტუაციებს უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან იმ დონეზე შინაგანად გაძლიერდებით და აღარ გენდომებათ, რომ აი ესეთი სიტუაციები და ესეთი ადამიანები მოუშვათ ახლოს თქვენს ცხოვრებაში და თქვენ გულთან ახლოს. დაგემშვიდობებით მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი გაშლა. წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით. შეძლებს დაგვარად, ჩავწერ ხოლმე თქვენთვის ვიდეოებს, როგორც კი მოვახერხებ. დროებით.